ბიზონების მიგრაცია საერთოდ ყოფილა ძალიან ზესტია. ნუ შეჭამეთუნი ამ ბიზონებით რა. დედალი ბიზონი უფრო მეც სიწოდი. აუ, კარგი ძმაო, ბიზონი. აი რა ბიზონი. რა ძმაო ამას გეუბნები. შეისწავლე ვიცი რამ ხელა? გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ბიჭო, ესენი სად არიან? ბერძები? ხო. ეგენი გადავიდნენ. გადავიდნენ? ხო, ამე შეძლებოდნენ გუშინ. სად გადავიდნენ? იანზე არმა. ავიგე. რომეო. რა. აურაბედნიერი ხარ მორჩი. მე კიდე ამოსავადებელი მაქვს ყველაფერი. მე რა მოგეხმარებინეთ? თან ისეთ პახმელიაზე ვარ, ხა დაბრეცილად გხედა. კარგი იყო გუშინ? კი, ძალიან გამისწორდა. იმენა დავყარე ნეგატივები. თეო როგორც ეკავდა იცი? ხო, როგორ? თან ვითომ ძალიან სვეცკა, თან კინტოს გავდა იმენა. თეო გაიდუქო. ხო. მიყვარს. ცოტა მაგარი ტეტჩერია, მაგრამ მაგარი გულიანია. ხო. უი, ვატოს რა ჭირს? დაჭირს. რავი, რაღაც უცნაურად მომიჩვენა გუშინ. ეგეთია სულ. ხო, არ ვიცი, მე ვინერვიულე. დაი კიდე მართლა სულ ეგრეა. აუ, ნახე რა კაბავი პოვის, აღარც მახსოვდა. ნახე რა ლამაზია. რა? შრავებზე მიყურებ. მარა, როგორ არა? კამერაში არ ჩანდა ეგრე. მე საერთოდ არ მახსოვს ეგ ამბავი. ქვაბი რო გადამეს ხა? ხო, მაშინ შენ პატარა იყავი ძალიან. მაგრა შეგეშინდა? ყველაფერი მოხდა ძალიან უცბად და ხო, მე მალე არ ვყდებოდი. აუ, თან მარტო იყავი ხო მაგ დროს სახლში. ოკი. მარტო იყავი. როგორ გამახარე ბიჭო, როგორ ახარე? კარგად, შე როგორ? წამოდი. დაშევეცი. როგორ დახვდნენ ლიკა გოგოები? დინი ჩამოვიდა. ვა, რა მაგარი ამბავია. და ის პატარა დახატული. ой, იმხელა გახდა, ნანას მოგა დამიძახებთო, მენსი ვარ. მაგარი თაობა, მაგარი. მიზანდასახული გონება გახსნილი. ერთი იმდენი მოგვახერხებინა, რომ გავაცნობდა. დანარჩენს თვითონ გააგრძელებენ ისწავლია. თეიმურაზიძია როგორ არის? კარგად, ისეთია. როგორ მახსოვს თეიმურაზი? ბავშვობაში რო დაგვაყენებდა ხოლმე და კამფეტებს დაგვირიგებდა. ოღონდ ყველას თანაბრად, არც ერთს მეტი და ნაკლები, არ შენ. და მე როგორ გახსოვს? მახსოვს. გოგი ვნახე გუშინ. გოგი.
თავისთან მაწყებინებს სამსახურს. მაგრამ რა ვქნა არ ვიცი. თემურაზი მეუნება არ გინდა, მაგრამ არ მინდა ეს. მაგრამ გოგო ის მინდა მივახმარო. რამდენი წელია აგატკიცერზე ყველაფერი. მოინანია შენთან? განმოდგანა ბიჭი? მაგის საქმე შენ თავზე აიღე. 14 წელი იჯექი. ვიცი. ხო, აბა სხვანაირად როგორ, მაგრამ იქიდან აქეთ ანის ბიზნესის ფული საიდან აქ? ნუ ეგეც ვიცი. რაც მაშინ მოასწრო მიითვისა და ერთხელ მაინც მოსულა შენთან ციხეში. მერე დაჩებს ხომ მიგზავნი. მოსულა? ხო იცი რომ მარტო შენ დადიან. ეხა მაგას უფრო ზმაკაცივით მეუნები ვიდრე ბერი. აბა როგორ სხვანაირად? არა, რატი, არა. ყველას უფლის წინაშე გვაქვს მოსალამიებელი, მაგრამ ადამიანებსაც უნდა ვთხოვოთ პატიება. ვისაც ვაწყენინეთ, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ვაწუხებს დანაშაულის გზნობა. მეც ბევრი დავაშა. ვიცი. ეს სინანულის გზნობა სულთან დავარ. აი ხო ამდენი წელია სუფთავა. ეს ძამალი არც გამხსენებია, მაგრამ რო ვიხსენებ რებს ვაკეთებდი. თან ბავშვებიც უჩემოდ გაიზარდნენ, ოჯახი მივატო, ელიკაც ამდენი წელი ამერიკაში. შენ სინანულის გზნობა გააქვს რატი? კი და თან მაგრა დამყვება ეს სინანულის გზნობა. ინის და ლიკას რომ მოყურებ ხანდახან თვალებს ვერ უსწორებ. მეც მაგას გეუბნე. უნდა მივიდეთ და პატიება ვთხოვოთ მას, ვისაც ვაწყენინეთ. თუნდაც შენივე სულისთვის. ეხლა მეც ვიტყვი ჩემს იქებზე. მოკლედ პირველი და მთავარი იქია ტუფლები. აი ბირსო ტუფლებიაც არ შემიძლია, ცუდად ხდები. შემდეგი იქია დაბალი ნასკი. აი ტიტველი კოჭები რო უჩვენთ. რო უყურებ მინდება რომ მივიდე და ჩავაცვა. აუ სულ დამავიწყდა, როგორ მეზიზღება. აი ზღვაზე რო ვარ ხოლმე და ბიჭებს რაღაც პატარა ტრუსიკები რო აცვიათ. ოღონდ პლავკა კი არა, აი მენა ტანგა რა, ამოჭერილი. აი ფუ. კიდევ ერთი იქია ჩუმად რო გაკონტროლებს. ვითომ ძალიან დასტოინად იქცება. აბა დრამის დადგმას ხوارი კადრებს. მაგრამ ისე რო გეუბნება. აუ ეგ ტიპი ძალიან გოიმია, რა პონჩი მეგობრობ. და სინამდვილეში გოიმი კი არ არის, უბრალოდ ურთიერთობას გიზღუდავს. კიდე რა იქები მაქვს? ნანული, რას მაყურადებ? რას გაყურადებ, გოგო, ამ წუთში მოვედი, ა? დაგინახე ჩუმად იდექი და მისმენდი. მერე რა? არა მაქვს უფლება ვიცოდე რაც აკეთებ აქ, მარტო ჩაკეტილ ოთახში. ჩემს პირად სივრცეში იჭრები. ხო, მიბაძეთ ყველაფერში ამერიკელებს. ამერიკა რა შუაშია, ყველას აქვს თავის პირადი სივრცე. მოიგონა რაღაც. თავხედები ხართ ეს დღევანდელი ახალგაზრდები. თქვენ ხო იყავით კულტურული კონფორმისტები? კონფორმისტები არა, ნო, ფორესტები. თავი გამანებე რა. გველის წიწილი. თავხედი. კაცრავად ხალბატონო. რა ლამაზია რა აქაურობა. მე რო ცხოვრობდი აქ არაფერი არ იყო. ხო, შეცვლილია ბევრი რაღაც და გალამაზებულია ძალიან. კი, ძალიან ლამაზია. თუ მე პატარა ექსკურსიას მოგიწყო და ახლა ნებს დაგათვალიერებ. კაი, რა საფარა, რუსთავი არის ჩემი ქალაქი. როგორც გინდა. აუ, შევუკვეთოთ რამე რა, ჭამოთ. ამშია, მართლა ამში. თუ შენ გოგოების კატეგორიას მიეკუთვნე, პაემაზე რო არ ჭამე.
არა, პაიმინებზე არ დავდი. მართლა. კიდევ დიხარ ხოლმე? არა. მართლა არა. სულ მუშაობ თითქმის და რო ამჩება აგეთი რაღაცები. ეხლა ხსალია? ხა განსაკუთრებული მომენტია ეს. დამცალია. და ვიცი რომ ბიჭები პირდაპირ გოგოებს ის რაღაცებს არ ეუნებიან. სხვადასხვა გზებს პოულობენ აქიან და იქიან მოსწავლებლად, მაგრამ მინდა რომ მე გულწრფელი ვიყო და პირდაპირ გითხრას ის ვფიქრობ. და იქნება ეს გულწრფელობაც მოჩვენებითია შთაბეჭდილების მოსახდენად. არა. ხნო, რო ეგრეა. შესვანაირი. და საიდან იცი რომ სხვანაირია? არ მიცნობ საბა. რავი, ესე მგონია, რომ ვცნობ. ამერიკაში დიდი ხანი იყავი? კი, თითქმის 12 წელი. მე ხა ჩამოვყრი პირველად? მაგრამ მოგნატრებია აქაურ. კი, ადრეს მენატრებოდა, მაგრამ ახლა მამა გამოვიდა და მაგით ჩამოვედი. გამოვიდა? ხო, ციხიდან. კაია. ამერიკაში აპირებ დაბრუნებას. კი. როდის? ჯერ არ ვიცი. ანუ ნახავ, ოდის თორე ზენგანი ხوار მომივიდა. არა უშავს. ანუ ნახავ. ნახოთ. ნახოთ. რასაც ეხლა აქ უყურებ, ყველაზე საყურადღებო სატურნია მეოთხე სახლში. კარმონი მდებარეობაა. ეგ რას ნიშნავს? ზრდასრულივით იქცეოდი ბავშვობიდან. ზუსტად ეგრეა. მამას ხوار მოვიდა რა. არა. ან ოჯახის წევრი ხوار იყო ავად რომელიმე. ბებეს აქვს ხოლმე წნევები. ეგრე ნანული სათო წნევები აქვს. არა, მე რაღაც სერიოზულზე მაქვს საუბარი. არა. ეგრე არა. მაგრამ სიყვარულის ნაკლებობას განიცდიდი. მართლა? არ პრინციპში ყველა ეგრე არ ვართ, მაგიტომაც გვაქვს არასრულფასოვნობის კომპლექსი მთელს კაცობრიობას. რა ფილოსოფოსი ვარ ხანდახან. რაჰმა, სურვებში გამოძახავა შეგიძლია? ჯადოქარი კი არ არის. რავი, ბედიში. არა, ისი ბოდიში. ნახევარი საქართველოს სტალინის სულს იძახება. ჩაი? მე არა. და კი, ეგეთ ჩაი არ გიქნება დალეული. გასინჯა. ეს იყო მოსული დილას კეძებდა. ვინ? ჰომო ერექტუსი? მაგრა გაუტყო რომ არიხარ. არა უშავს, გადაუვლის. ჰომო ერექტუსი ვინ არის? ამე ვინ იქნება? ვექსი როგორ არის? ისე. ხან გვიყვარს ერთმანეთი? ხან ხოცავთ. შენ? გავს ბიჭი. არა, ეს ყინულის დედოფალია. კაი, გეყოს. რა, არ არის ეგრე? შენ? რა მე? ყავს შეყვარებული? არა. არც ყოლია? კი, ერთხელ. მერე? მე მაგისმა სიყვარული მიმიყვანა იოგამდე და მედიტაციამდე. გული გატკინა? ხო. ეგრე არა. ეთკინებათ გულის სიყვარულს და ან იოგები ხდებიან, ან ლოთები. იმიტომ რომ ერთი სცენარით ცხოვრობთ ადამიანები. სინამდვილეში ხანდახან ძალიან ბანალურია ცხოვრება. მიყვარს შენი ფილოსოფიები. იმენა კანტი ხარ. გემრიელი ჩაია. მადლობა. ხო გეუბნებოდი.
მობრძანდა ვაჟბატონი გვიან. დახმარება რამე ხომ არ გჭირდებათო. ვითომ არ იცოდა რომ დილით ადრე მყავდა მუშები დაბარებული. ხო. ის ბავშვიც რო სულ იმას გას პირწავარდნილი. უზრდელი, უხეში, უტიფარი, უდრეკი, ნამდვილი წახტაფილია. კარგი, რა კარგი, გოგო, რა კარგი. მოდიათ. ამ დილით მიუსწარი და რაღაც იქებზე ლაპარაკობდა. იქებზე? ო, იქებზე. და იქები რა არის? მე რა ვიცი რა არის, მაგათენას ვინ გაიგებს? ან სახელებს. იქიო, სლენიო, ნებიო თუ იბიო, სახელები მე ვიცი. ილია, აკაკი, თამარი, დავით ეზიბიო ვინ არის? არ ვიცი. ახლა ისა TikTok-ი რო გამოიგონეს. აბა გოგო. ეგ რა ჯანდაბა ახლა? გაწყდა მაგათი ჯიში, მაგათი ჯიში. აი მე ნანური რამე სექსუალური ხო? რას ლაპარაკო? აბა იბიო? გოგო. სულელი ხარ გოგო. რა სექსუალური? დედა რას ლაპარაკო? თავი მექნება მოსაკლები. არ გაინეო. მოიცადე. მოიცა. ახლავე. რა საკეთე? ახლავე დავგუგლა. მიდი. მიდი აბა, მიდი. მოიცადე? იქ. იქ. ები. თუ იქები არ არის. იქ. ძებნა. აჰა. მაგრამ ჯიშები რომელიც ქონდა რომ ქალაქიო რუსთავი აი ეს სახელწოდება შეეძლო გაეკრიტიკებინა ან შეეძლო დაეწუნებინა რატო იმიტომ რომ მაშინ ინდუსტრიულ ქალაქებს არ ხვდნენ ლენინოგორსკს კიროვაბადს ასეთ ქალაქებს სულაც საქართველოს ახლა რუსთავი ეს მამაშენიც მას რუსთავი ქონოდა ისე როგორც აერკვა შოზოფონებს რა ატყვა რუსთავი ახლა იქ რომ გამოვიდა მამაშენ მიხდა მოგებული ეს პარტია იმიტომ რომ მოხვედი მამა მოვედი ბარიერები ხშია ხო? არა იჯიქ კარგი მამა არაფერს არ ჭამთ თითქმის იქ ეგრე მივეჩვი იჯიქ და ისო დასვენებულია რა ვარ მამა რას ვაკეთებ დაგროსწავლობ არა მამა აზას გოგო მეცადინეობს დღეს უწევს მეცადინეობა გაიზრდებოდა დიდი გოგოა უკვე გაიწევო ცოტა სამოწვე მიდი მამა მიდი დაისვენე მამა მე გოგისთან არ გავა ასი ჯობია ხო შვილო ნამდვილად ეგრე ჯობია მამა ძალიან საინტერესო ტიპია. ვინ? რაჰმა? ხوارდაგევასა. არა გოგო, დიდია. მე რა, შენერ ტიპებს უფროსი კაცები მოწონთ ხოლმე. ჩემნაირს როგორც? რავი, ჭკვიანს, დინჯს. ისე რაჰმა რატო ქვია? ბრაჰმა სპონჯი. ბრაჰმა ინდუსების მთავარი ღმერთია რა? ხო. ხა გამახსენდა. ინდუისტია. რავი. სტოიკოსი იოგი ვარო. და სინამდვილეში რა ქვია? ძალიან ბევრ კითხვას მისვამ. აღიარო დაგევასა? არა, უბრალოდ ეგეც არავის არ შევხვედრი ვარ. კაი ხო. და რა ქვია? გიორგი. გიორგი წოწორია. მეგრელია? ხო, მეგრელი ბრაჰმა. წამო რა ვენანდაზე გავიდეთ. წამ. ჩავიდეთ რა, მოწავნა. მანერამ რა გაიგოს სტრესი.
რავი, ალბათ წნევა დაარტყავს და სანამ გონზე მოვიფიქრებ ამას. ისე შენი აზრით ჩემ გამო თავს მოიკლავს? რატო უნდა მოიყვას? ზოგადად გეკითხებ. გინდა რომ მოიყვას? აბა, თუ უყურვა რა უნდა მოიკლას? რა ებს ამბობ, გოგო? რატო? ტარიელი თუ წყლის აპირსტიროდა და ნესტანის გამო მთელი ქვეყანა გადადგა, მაგას თავის მოკლაც აღარ უნდა? მე ვექსი ვეფრის ტყავშია? აი, თიკავლიო ტიტანიკიდან. ნუ ბუდაო რა. ანუ შენი აზრით არ მოიკლავს. არა. ხო და ძალიან ცუდი მაგისთვის.